თბილისში არის ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანების უმეტესობას არ უნახავს და მე ვცდილობ ხოლმე რომ ასეთი ადგილები დავათვალიერო. ეს არის ნახალოვკა, ეგრეთ წოდებული და გადასასვლელი ხიდი, რომელთაც მეტროსადგურის, მეტროს ლიანდაგების ზედამხარეს გადაკვეთავს ადამიანი. აი ეს არის მეტროს ხაზი. მატარებელი გამოივლის ძალიან მალე. რამდენიმე ხაზი ჩანს. ალბათ ორი მიმართულება, ხო? ეს არის ისეთი ადგილი, რომელიც არც კი შეკეთებულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დაველოდები მეტროს და შემდეგ გაჩვენებთ. აი აქ ძველი ვაგონი ჩანს. ჩამალული ფოთლებში და ბალახებში. საინტერესო. ღვთისგან დავიწყებული ადგილია ეს. აი იქით არის სადგური გოცირიძე. აქეთ უკვე არის შესასვლელი გვირაბში, რომელთაც ნაძალადევის მეტროსადგურში შედიან. ხომ გახსოვთ ეს გამოსასვლელი ნაძალადევიდან რომ გამოდის გარეთ. მატარებელი. რატომღაც ახლა იგვიანებს მატარებელი მაინც და მაინც, რომელიმე მხრიდან იქნებ გამოვიდეს. მე ყოველთვის მიყვარდა მატარებლები, საერთოდ ბავშვობაში მეტროს მემანქანეობაზეც კი ვოცნებობდი. რაც მთავარია, ბუნება ლამაზია. თუმცა კორპუსები აქაც გაჩნდა, როგორც ყველგან თბილისში, ელვისის სწრაფით, აი მოდის გოცირიძიდან და დიდუბის მხრიდან მატარებელი მეტროსი. აი იქიდანაც დაიძრა, უკნიდანაც გვირაბიდან გამოდის, ნახეთ. გაუჩინარდა გვირაბში მეტრო. მოკლედ ასეთია ძალიან უბრალო ამბავი, უბრალო სანახაობა, მაგრამ მაინც შევეცადე რაღაც მეჩვენებინა ჩემი მეგობრებისთვის YouTube-ში. სხვათა შორის აქვე ძალიან ახლოს არის ნახალოვკის ცნობილი სასოსისე. და მე იქ ვიყავი ცოტა ხნის წინ. სანამ იქაურ ამბებს მოგიყვებით, მანამდე უნდა გითხრათ, რომ ეს მეტრო გოცირიძე, რომელშიც ახლა მე მივდივარ, არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული სადგური, ნაკლებად არ ვიცი რა სიტყვები ვიხმარო, ყველაზე ცოტა მგზავრი ყოველთვის მეტრო სადგურ გოცირიძეზე ჩამოდის ხოლმე. ამიტომ ეს ადგილები დიდად არ არის, ასე ვთქვათ, განვითარებული. სულ რამდენიმე მაღაზია შემხვდა მეტროსთან, აი ვხედავ რომ აი ძველებურად 90-იანებში რომ იყო ისეთი ტიპის ვაჭრობები მიდის აქ თბილისის ცენტრია არა და ბევრი ასეთი ძველებური უბანია. უბრალოდ ქუჩა, ბევრი ასეთი ვაჭრობის ობიექტია. ნახალოვკის სასოსისეზეც მოგიყვებით. გამარჯობა, თქვენ არ გიღებთ უბრალოდ ეს ძველებური ის გადავიღე მაღაზია. როდესაც ამ ნახალოვკის სასოსისეში მივედი, ვიღებდი და ეს ვიდეო დადებულიც მაქვს, რამდენიმე წამის წინ დავდე და ცოტა გაბრაზებული დამხვდა ის ბატონი, ვინც ამ სასოსისეს წლებია თუ 10 წლეულებია უკვე უძღვება და მას პინძელია. ძალიან გულდაწყვეტილი იყო უпроსწორად და რომ ნახა ვიღებდი, არის სიამოვნა და გამოვრთე კამერა და ახლა მოგიყვებით სიტყვიერად, სანამ მეტროგოცირიძის სადგურთან მივალ. რა მითხრა?
თურმე კომენტარებში, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ შეურაცხყოფას აყენებენ. არ ვიცი რატომ, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ან ასეთ ობიექტ შეურაცხყოფას აყენებდე. შურიანი ადამიანები ბევრი არიან სამწუხაროდ. და ნაწყენია ამის გამო, რომ კომენტარებში, YouTube-ზე იქნება, Facebook-ში თუ TikTok-ში ძალიან ცუდ კომენტარებს უწერენ. და ასე თქვა, რომ მე არ ველოდიო ამასო და ამიტომ ვარ გულგად დაწყვეტილიო. კამერის გამორთვის შემდეგ მომიყვა ამ ყველაფერს. სხვათა შორის გემრიელი სოსისი ჰქონდათ ნამდვილად. 5 ლარი გადავიხადე, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საუზმეში. ამ საუზმეში შედიოდა 4 ცალი სოსისი, დოგვი, შავი პური და წყალი. ხო და გემრიელი იყო ნამდვილად, მინდოდა გამეზიარებინა ეს დაბეჭდილება. ეს უკვე ერთ-ერთი ცენტრალური უბნის, თუ შეიძლება ითქვას ცენტრალური მეტროს სადგურია. და მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია. აი, აქ უკვე მატარებელი მოგრიალებს. შევეცდები ჩემი თავიც გამოვივაჩინო, იმიტომ რომ მიწევენ ხოლმე რომ რატომ არ აჩენ შენ თავსო და მე ვიღებ ერთი ხელით და მიჭირს ხოლმე. გამარჯობა. აი მივუახლოვდით სადგურს. ესეც მე მგონი საბჭოთა კავშირის დროინდელია. ძალიან დაზიანებული აპარატი. დაძველებული უფრო სწორად. გოცირიძე. დარწმუნებული ვარ, აქ თბილისში მცხოვრები ადამიანების 80% ერთხელაც არ არის ნამყოფი. მეტროში ალბათ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ მოვსინჯოთ ყოველ შემთხვევაში, თუ გვეტყვიან გავთიშავ კამერას და დაგემშვიდობებით. შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული ასასვლელია, ეს მომეწონა ძალიან. გარემონტებულია ეს სადგური ახლახანს. რასაც ვერ ვიტყვით, თბილისის ბევრ სხვა სადგურზე საშინელ მდგომარეობაშია აბსოლუტური უმეტესობა. აი, მატარებელიც მოდის. აი ეს გადასასვლელი როგორი ძველებური და ეგზოტიკურია. კარგით, დაგემშვიდობებით, მადლობა ვინც ბოლომდე გვიყურეთ, რა ვიცი როგორც არის სწორი. ყოველ შემთხვევაში შევეცადე რაღაც საინტერესო მეჩვენებინა. თუმცა არ არის ესეთი უცხო ალბათ ძალიან, მაგრამ ვისაც არ უნახავს, მას დააინტერესებს. წინა ვიდეო ნახეთ ნახალოვკის სასოსისესთან დაკავშირებული და გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ.